მსხლისებური კუნთის სინდრომი. ხშირად გაგვიგონია ეს დიაგნოზი. ეხლა აგეხსნით რა არის ეს და რა იწვევს ამ სინდრომს. მსხლისებული კუნთი მდებარეობს ღრმად დუნდულა კუნთის სიღრმეში. მას გააჩნია ორი ფეხი, ერთი ფეხით ის მიმაგრებულია გავის ძვალთან, ხოლო მეორე ფეხით კი ბარძაყის ძვლის თავთან. ხოლო მის ქვევით გადის ხერხემლიდან გამომავალი საჯდომი ნერვი. აღნიშნული კუნთი ძალზედ გრძნობიარეა ყველა იმ პათოლოგიის მიმართ, რაც ვითარდება ხერხემლის წელის მალების, გავის ძვლის და მეჯბარძაყის სახსრის პათოლოგიების მხრივ. რა დროსაც ის კომპენსატორული მექანიზმებიდან გამომდინარე იჭიმება, ხდება უხეში, რის შემდეგ ის აწვება მის ქვევით მყოფ საჯდომ ნერვს და ვითარდება რადიკულოპათიის მსგავსი გამჭორი სახის საჯდომი ნერვის ტკივილი. მკურნალობა ამ დროს აუცილებელია ჯერ ვუმკურნალოთ მიზეზს, ხოლო შემდეგ კი მოვახდინოთ მსხლისებული კუნთის მოდუნება, რათა მოიხსნას ზეწოლა საჯდომ ნერვზე. ამაში ჩვენ გვეხმარება დუნდულა კუნთის დამუშავება დარტყმით ტალღოვანი თერაპიით, ეკაროთერაპიით და სპეციალური გაწელვითი ვარჯიშით.